სისხლის სამართლის მასალები, რომელთა მოპოვებაც ამ დროისთვის გამოძიებამ შეძლო, უკვე გადაეცა დაცვის მხარესა და სასამართლოს. უცნობია დევს თუ არა მტკიცებულებათა ნუსხაში იმ ექსპერტიზის შედეგი, რომელმაც 4 ოქტომბერს ტელეკომპანია იმედით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან ბაჩო ახალაიას ხმის შესაბამისობის საკითხი უნდა დაადგინოს. მხარეთა ინფორმაციით ექსპერტიზები ჩატარებულია, თუმცა არის თუ არა ამ ეტაპზე კონკრეტული ფონოსკოპიური ექსპერტიზის პასუხი ცნობილი არ კონკრეტდება. 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ საგამოძიებო უწყებაში დაბარებულმა ბაჩო ახალაიამ არ დამალა, რომ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის იდეას ემხრობოდა, თუმცა ჩანაწერს ფალსიფიცირებული უწოდა. სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკური აქცენტები თათია ტაბეშაძის რეპორტაჟში. სამზარეულოდან ვაძველებდი ამას თვალს. სამწუხაროა. სამზარეულოდან თვალყურის დევნება თუ სამზარეულოდან პროცესების განკარგვა. რა როლი ჰქონდა ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის მოვლენებში შეკითხვა აქტუალური ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს გახდა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. სამართალდამცველებს მისგან ხმის ნიმუშის აღება სურდათ იმ აუდიო მასალის ავთენტურობის დასადგენად, რომელიც 4 ოქტომბრის ღამეს ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მთავარ შემოქმედს სოფლიო ბან პაატა ბურჭულაძეს ესაუბრება და ფაქტობრივად მიანიშნებს, რომ სისხლის ღვრა ერთადერთი გამოსავალია. 6 საათი, აი 6 რო გახდება, დავიწყოთ მიდი გაცევა, გამოწევა, რა შეუძლიათ. ოღონდ აი თან თქვილად, ვინ მოკვდება ჩვენიანი პოლიციელი ვიდეა რა არის და გეონეთ. სისტემის უკვე ყველაფერი მზად უნდა იყოს, რომ ათხდეს ეგრევე დენთის ერთი თქმა უნდა და დენთის უნდა დაიწყოს. შენ წამოსვლაზე ყველაფერი მოგიფიქრებია? არა, მე სახელმწიფო ვერ გამოვარდა გრევსის იმაზის ყურა და ეგრე დამიწერეს ემანდები. თორე იცი რა სიამოვნებით ვიცოდი, ბავშვებში არა, სისხლი იქნება და ჩათვალე პროცესი ვეღარაფერი ვერ გააჩერებს. 4 ოქტომბერი, აი გადაჭარბების გარეშე, აი შვილებს ვიცა ვარ, გულს ველად გეუბნებით. გონია, რომ არის ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი. უფრო სხვანაირ, კიდევ უფრო ქაქუცას რო ვინდენ 4 ოქტომბრის მოვლენებიდან 6 დღის შემდეგ კრიმინალურ პოლიციაში დაბარებულმა ბაჩო ახალაიამ არ დამალა, რომ დამხობის იდეას იწონებდა, მაგრამ პროცესებში მისი მონაწილეობა კატეგორიულად უარყოდა, აუდიო ჩანაწერს ფალსიფიცირებული უწოდა. ამის მიუხედავად ყოფილი მაღალჩინოსნის სიტყვების სარწმუნოობას ეჭვქვეშ აყენებდა ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც ახალაიას მსგავსად წარსულში ნაციონალურ მოძრაობასთან კი იყო დაკავშირებული, თუმცა ახლა მათი გზები გაყოფილია და მისგან განსხვავებით არც ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის იდეას იწონებდა. Მაგ ინფორმაცია რომ შეხვედრები ახალაიას სახლში ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ეს წუხილი ისმოდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მხრიდანაც კი. მე რაც მესმოდა იქ შიგნით არის რჩევაც მესმოდა იმას შიგნით ირჩევა და ეს ამბავი მოძრაობაში დაპირისპირება იყო ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით. ამ განცხადების გამო ოქტომბერში თამარ ჩერგოლეიშვილიც გამოკითხვაზე დაიბარეს. კიდევ ვინ რა იცის ვერშემდგარი რევოლუციის ირგვლივ შეკითხვები 4 ოქტომბრის შემდეგ დღის წესრიგიდან არ იხსნება. თუმცა მედიის არაერთი მცდელობის მიუხედავად საკითხის ირგვლივ მეტი ბუნდოვანებაა ვიდრე პასუხი. თუ სრულ ინფორმაციას არა ნაწილობრივს მაინც უნდა ფლობდეს ის ხუთეული, რომელიც თავის დროზე 4 ოქტომბრის ორგანიზატორებად წარსდგნენ საზოგადოების წინაშე. პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე ფაქტია დეტალებზე არ საუბრობენ. შეიკრიბებით ახლა და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის განსახილს. 4 ოქტომბერს მოვლენები სწორედ მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ დაიძაბა. მას შემდეგ, რაც მან თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მამაკაცებს ძალების დემონსტრირებისკენ მოუწოდა და ფაქტობრივად პრეზიდენტის სასახლის აღებისკენ მოუწოდა. მამაკაცურ ძალას უკან დახევა ღობის გადანგრევისთანავე მოუწია, ვინაიდან სწორედ ამ დროს ეზოში გამოჩნდა სპეცრაზმი და შესაბამისად სასახლის გასაღები ისევ მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის ხელში დარჩა. თუმცა ვიდრე აქციის მონაწილეები დანებდებოდნენ, იყო წინააღმდეგობის რამდენიმე ტალღა, ქვები, კერძო თუ საჯარო ინფრასტრუქტურის გამოყენებით განზრახ გაჩენილი ცეცხლი, ალმოდებულ თუ სხვა მხრივ დაძაბულ კერებში მედიისთვის ხელშეშლის ფაქტები. ამ დროისთვის პროცესებში
მასში მონაწილეობის გამო დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. განსაკუთრებით მძიმე სასჯელი ემუქრება ორგანიზატორებს. მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დამტკიცების შემთხვევაში კი მუხლები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახალაია კი არა, 60 კაცია ციხეში სააკაშვილის უპასუხისმგებლო ავანტიურის გამო. ვინც ვამტკიცებდით, რომ აფერაა მთელი ეს დამხობა არანაირი საფუძველი არ აქვს და მხოლოდ დემოკრატიული ოპოზიციის დისკრედიტაციისთვისაა მოგონილი, ქოცებთან შეკრულებს გვიწოდებდით და ჩვენს დისკრედიტაციას ეწეოდით. ახალაიას ცოლი 2 თვე 4 ოქტომბრის მშვიდობიან დამხობაზე კამპანიას ეწეოდა საჯაროდ. ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, თავს ესხმოდა საჯაროდ. გაითვალისწინეთ, რომ საჯაროდ აკეთებდა ამას და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ხელნაწერები არ იწვის. რის საფუძველზე მისცეს ორგანიზატორებმა მომიტინგეებს სასახლის აღების იმედი ან იყვნენ თუ არა თავადაც ცრუ დაპირებების მსხვერპლნი და ფიგურირებდა თუ არა მასში ბაჩო ახალაია, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 9.5 წლიანი სასჯელი უკვე მოიხადა. ამ შეკითხვებზე საბოლოო პასუხს სასამართლო იტყვის. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მშვიდობიანი დამხობის გეგმა ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას ითვალისწინებდა. ბაჩო ახალაია როგორც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სახე და წარმომადგენელი ნაციონალური მოძრაობისა, ბუნებრივია, რომ ერთგვარად პოლიტიკური აქტიურობისგან ჭდილში იყო გადასული, მაგრამ სამაგიეროდ აი ასეთ ფარულ საქმიანობას და კოორდინაციას ეწეოდა აი ამ გადატრიალების მოწყობის მიზნით. აი ეს არის ის მიზანი, რა მიზნითაც ეს რადიკალური ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა მოქმედებდა საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის უცხოელების მხარდაჭერით. ვიდრე რევოლუციის დაგეგმვა ორგანიზებაში ბაჩო ახალაიას როლზე სასამართლო იმსჯელებს, მანამდე სუსმა საზოგადოებას უთხრა, რომ უწყება ასევე იძიებს 4 ოქტომბრის მოვლენების ანუ მასში მონაწილე მთავარი პერსონაჟების შესაძლო კავშირებს კიდევ ორ საქმესთან, რომელიც საზოგადოებაში ჰექსოგენის და იარაღის სამარხის სახელებითაა ცნობილი. უფრო ზუსტად 4 ოქტომბრამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყანაში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი საშუალებები და იარაღია ნაპოვნი. ორივე საქმეში სუსმა ოფიციალური ინფორმაციით უკრაინული კავშირების კვალი გამოკვეთა.